ღირსი პაისი ათონელი. სიტყვანი მონაზნური ცხოვრების შესახებ. თავი მე-12. ქალწულება. მამაო ღირსმა დედებმა, რომლებმაც მამათა მონასტრებში ისე იცხოვრეს, თითქოს მამაკაცები იყვნენ, როგორ მოახერხეს ეს? თავიანთი ბუნება გადალახეს? დიახ, ასეა, მათ თავიანთ ბუნებაზე გაიმარჯვეს. ასეთ შემთხვევებში ცხადია ღმერთი მოქმედებდა, რადგან სირთულეები, რომლებსაც მამათა მონასტერში ცხოვრებისას აწყდებოდნენ, ისეთი იყო, რომ ადამიანური ძალებით მათი გადალახვა შეუძლებელი იქნებოდა. მამაო სახიფათო არ იყო, რასაც ისინი აკეთებდნენ, როგორ ახერხებდნენ ამას. ამ დედებს მხურვალე წადილი ჰქონდათ, რომ მონაზნურ ცხოვრებას შესდგომოდნენ და თავი ღვთისთვის მიეძღვნათ. მაგრამ რადგანაც შინაურებისგან დაბრკოლებები ჰქონდათ, თუ რომელიმე დედათა მონასტერში წავიდოდნენ, მათ მაინც იპოვიდნენ, ამიტომ იმოსებოდნენ მამაკაცთა ტანისამოსით, კაცის სახელს ირქმევდნენ და მონაზნობისთვის რომელიმე მამათა მონასტერში მიდიოდნენ. აი ესოდენი თავგანწირვა და მხნეობა ჰქონდათ. ბევრს ეგონა, რომ ქოსები იყვნენ, რა კი წვერი არ ჰქონდათ. ერისკაცებს, რომლებიც მათ ხედავდნენ, შესაძლოა ეს უცნაურად ეჩვენებოდათ და ცილი დაეწამებინათ მათთვის, მაგრამ მონაზვნები, რომლებიც მათთან ერთად მკვიდრობდნენ და სულიერად წარმატებული იყვნენ, ადამიანთა შეფასებებს ყურადღებას არ აქცევდნენ. თავად წმინდანთა ნაწილებივით უსხეულონი სხვებსაც ისე უყურებდნენ, როგორც წმინდანთა ნაწილებს. მამაო, თქვენ გითხარით, რომ უსხეულო ქმნილ მონაზონს არ აწუხებს სხვაობა ორ სქეს შორის, რადგან იგი სულებს ხედავს და არა სქესს. როგორ აღწევს ადამიანი ამ მდგომარეობას? ადამიანმა რომ ასეთ სიწმინდეს მიაღწიოს, დასაწყისში ვიდრე ერში ცხოვრობს, თავი უნდა აარიდოს ცოდვის გამომწვევ მიზეზებს, რათა თავისი სული სიჯანსაღის შენარჩუნება შეძლოს. შემდეგ უკვე მონასტერში თანდათანობით წარემატება რა სულიერად უბიწოების გარემოში ისეთ საზომს აღწევს, რომ ცოდვის გაფიქრებაც კი აღარ ძალუძს. გულის სიწმიდით იგი ანგელოზად იქცევა და ადამიანებსაც უბიწოდ ხედავს, როგორც ანგელოზებს. მონაზნის ღვაწლი იმაში მდგომარეობს, რომ სხეულის სულს დაუმორჩილოს, რამეთო ანგელოზად ქცევა დაუსახავს მიზნად. ამიტომ ქალწულება პირველია იმ სამ აღთქმათა შორის, რომლებსაც მონაზონი დებს. სხვა რომელიმე სათნოება რომც არ გააჩნდეს, სულ მცირე ქალწულება უნდა დაიცვას. ამიტომაც ახალგაზრდა და დამწყები მონაზონი თავის სულიერ წარმატებას ჩვეულებრივ თავისივე გონიერი თუ დაუმორჩილებელი სხეულის მიხედვით აკვირდება. თუ სხეული დაუმორჩილებელია, გონია, რომ რაღაც ვერ არის რიგზე. თუ ემორჩილება, გონია, რომ საქმე კარგად არის. არადა შეიძლება ამპარტავანიც იყოს, მრისხანეც და სხვა უამრავი სულიერი ვნებაც აწუხებდეს. თუმცა ფაქის სულიერ სამუშაოს მოგვიანებით შეასრულებს, როცა სულიერად მომწიფდება და ხორციელი ვნებებისგან გათავისუფლდება. შესაბამისად გაიხსნება სულიერი ხედვა და სიკვდილის ხსენებაც ბუნებრივად მოვა. მაშინ, რადგანაც ხორცი უკვე დამდაბლებული იქნება, ბრძოლა სულიერი ვნებების წინააღმდეგ მიიმართება და ასე მოვა მრჩობლი ხორცისა და სულის უვნებობა. მამაო, ჩემი აღკვეციდან რამდენიმე დღის შემდეგ ხორციელი ბრძოლა მქონდა და ამან ფრიად დამამწუხრა. მაშ რა გეგონა, როგორც კი ანგელოზებრივი სქემით შეიმოსებოდი, ბრძოლისგანაც გათავისუფლდებოდი? გახდი მონაზონი, მაგრამ ადამიანი ხარ, ჯერ ანგელოზად არ ქცეულ ხარ. მამაო, ხორციელი ბრძოლა მაქვს, როდის შევძლებ მისგან თავის დაღწევას?
ეს ასაკობრივი ბრძოლაა. ადამიანი ახალგაზრდობაში უბიწოების გამოცდებს აბარებს. ასე რომ ახლა შენც გიწევს გამოცდების ჩაბარება ამ საკითხში, ვიდრე სული არ განიწმინდება და შეფასებას არ მიიღებ. შენი შემფასებელი კი ქრისტე იქნება. გახსოვს პატერიკებიდან დედა სარას შესახებ. როცა მას ხორციელი ბრძოლა ჰქონდა, ღმერთს ევედრებოდა მისთვის მოთმინება და ძალა მიენიჭებინა, რათა ბრძოლა გაეგრძელებინა. ვიდრე ეშმაკი მას ებრძოდა, იგი წინააღმდეგობას უწევდა. როცა ეშმაკი უკვე დაშვრა და იარაღი დაყარა, გამოეცხადა მას და უთხრა: "ძლიე, ძლიე". არა მე, არამედ ქრისტემ გძლია, მიუგო მან და ეშმაკიც განშორდა. ხედავ რა დაუპირა ეშმაკმა. როცა ხორციელი ბრძოლით ვერ შეძლო მისი დაცემა, შემდეგ მისი დამარცხება ამპარტავნებით სცადა, მაგრამ იგი მამაცი იყო. ახლა შენ რა გირჩევნია, განსაცდელები გქონდეს თუ ეშმაკის მოკავშირე გახდე? უმჯობესია განსაცდელები მქონდეს, მამაო. მაშინ ღმერთს ძალის მონიჭებას თხოვე, რათა ამ ბრძოლას დაუპირისპირდე და არა მისგან გათავისუფლება. ასევე ხანგრძლივი მოთმინებაც თხოვე და ღმერთიც უხვად მოგანიჭებს, რადგან შენთვის გაცილებით უმჯობესია მოთმინებით იბრძოლო, ვიდრე ის, რომ ღმერთმა განსაცდელები მოგაშოროს. ამ ბრძოლისგან გვირგვინს დაიდგამ, ამიტომ გამოიყენე ის შესაძლებლობა, რომელიც გეძლევა. ვფიქრობ, მამაო, როდის გავა წლები, რომ ჩემზე მოწეულმა ხორციელმა ბრძოლამ ჩაიაროს. ერთ ამბავს მოგიყვები, იყო ორი ძმა. უმცროს ყავდა ახალგაზრდა ვირი, რომელიც წიხლებს იქნევდა. უფროს კი ბებერი და მოუძლურებული, რომელიც ძლივ-ძლივობით მიათრევდა ფეხებს, რადგან მრავალი ჯაფისგან დასახიჩრებული ჰქონდა. ერთ დღესაც უმცროსი ძმა აღშფოთდა დაუმორჩილებელი ვირის გამო და უფროს ძმას უთხრა, რომ ვირები გაეცვალათ. მაგრამ მან ურჩია, რომ მოთმინება გამოეჩინა, რადგან მოგვიანებით მისი ვირი გამოსწორდებოდა და სამუშაოებში გამოადგებოდა, რათა სულიერად მოწესრიგებულიყო. ჯერა რომ უფროსმა ძმამ კარგი რჩევა მისცა. მამაო, ზოგჯერ ლოცვის დროს ხორციელ ბრძოლას გრძნობ. რა არის ამის მიზეზი? ხორცის აღძვრის მიზეზი გონებაა, მაგრამ უმთავრესად გული, რადგან იგი აწვდის ენერგიას. მონაზვნური ცხოვრების დასაწყისში ასაკისა და სხეულის სიჯანსაღის გამო გული ჯერ კიდევ არ არის გამოთიშული ხორცს და დროდადრო მისი ზეგავლენის ქვეშ ექცევა. მაშინაც კი, როცა იგი სულიერი სიყვარულით ხურდება, რადგან ღვთისადმი სიყვარული ჯერ არ არის განწმენდილი. მამაო, დავეცი. ომში ასე ხდება, მებრძოლი ეცემა, იჭრება, იხვევს ჭრილობას და განაგრძობს ბრძოლას. ეს არის მოღვაწეობა. ასე რომ ნუღელავ, რადგან ეს ასაკობრივიც არის. რა კი შენ არ იწყნარებ ამ გულის სიტყვებს და არ ესწრაფვი მათ, ნუღელავ. ახალგაზრდების ბუნებრივი ბრძოლა მალე იხევს უკან მცირეოდენი ღვაწლით, რადგან თავისი მოღვაწე შვილების შემხედვარე ქრისტეს გული უჩუყდება და მაშინვე შეეწევა მათ. მამაო, მძაფრი შიშით ვარ გარემოცული, რომ კვლავ არ შემემთხვეს დაცემა. იცოდე, რომ ხორციელი დაცემები შეიძლება მომდინარეობდნენ იმის შიშიდანაც, რომ ეს შესაძლოა მოხდეს. ეშმაკს სხვა საქმე არაფერი აქვს, გარდა ზოგიერთი ვითარების გამოყენებისა, გინდ სიზმრით, გინდ აღძვრით, რათა სულში სიმხდალე შემოიტანოს, განაიარაღოს და დასცეს. ამიტომ ნუგეშინია. უგულებელყავი თუნდაც ეშმაკი მოსვენებას არ გაძლევდეს, რადგან რაც მეტად შეგეშინდება და ყურადღებას მიაქცევ, მით მეტ განსაცდელს შეგამთხვევს და დაგტანჯავს. ასე რომ გამხნევდი,
ქრისტე და ღვთისმშობელი დიდად შეეწევიან იმ ახალგაზრდებს, რომლებიც იღწვიან. ჰოი რომ იცოდე, როგორ იფარავენ მათ. თუ მონაზონი განდიდდება ღვთისგან, ეს იმიტომ, რომ იგი ებრძვის სამ საშინელ რამეს: სოფელს, ხორცსა და ეშმაკს. სახიერი ღმერთის მადლითა და შეწევნით ჩაივლის ახალგაზრდული ასაკის წლები და ადამიანიც წყნარდება ბრძოლისგან. ბედნიერი და სამგზის ბედნიერია ის, ვისაც ახალგაზრდობაში ბევრი და დიდი ბრძოლა აქვს გადატანილი, სიბერეში კი გამარჯვების ორდენებით იქადის. მამაო, ხორციელ საკითხში დაცემები მაქვს. რა კი დაცემები გაქვს, ესე იგი სადღაც მაღლა ხარ, თორემ დაბლიდან ვერ დაეცემი. მამაო, როგორ ხდება, რომ ჩემს თავს ისეთი დაცემები მოიწევა, რომელთა მსგავსი ერშიც კი არ მქონია. მონაზონი აღთქმას დევს, რომ დაიცავს სამ ძირითად მონაზნურ სათნოებას: უპოვარებას, მორჩილებასა და ქალწულებას. უპოვარების შესახებ გულის სიტყვა ეუბნება: რა კი არაფერი გაგაჩნია, არც სახლი, არც ყანები, მაშ უპოვარი ხარ. მორჩილებასაც მეტნაკლებად ასრულებს. მაშინაც კი, როცა არ ასრულებს, ეშმაკი მას ამართლებს და ეუბნება, რომ სწორად მოიქცა, როცა იურჩა. ამდენად თუ ამპარტავნებაში ან განკითხვაში ჩავარდება, ღმერთი დაუშვებს, რომ იგი ეშმაკმა შეანჯღრიოს ქალწულების საკითხში, რათა მიხვდეს, რომ რაღაც ვერ არის კარგად. მამაო, განაშესაძლებელია ღმერთმა ხორციელი ბრძოლა დაუშვას მასზე, ვინც მას თავი მიუძღვნა. ეს იმის ბრალია, რომ საკმარისად არ იღწვის და შესაბამისად მეტი ღვაწლი უნდა იტვირთოს. ეს ჩემო კარგო, ღვთის დაშვებით ხდება, ვიდრე მონაზონი არ მიხვდება, რომ თუ ღმერთი არ შეეწევა, არაფერი გამოვა. რადგანაც მონაზნური ცხოვრების დასაწყისში დამწყები მეტწილად თავის ღვაწლზე ამყარებს იმედს, ამასთან ენთუზიაზმიც უწყობს ხელს, გონია, რომ თუ მოუმატებს მარხვებს, ღამის თევებსა და ასე შემდეგ, უვნებობას მიაღწევს. ღვთის დაშვებით მასზე მოიწევა ბრძოლა, ვიდრე არ მიხვდება იმას, რაც სახარებაში წერია: თვინიერ ჩემსა არარაი ძალგიც ყოფად არცა ერთი. ამიტომ მონაზონმა არ უნდა დაიტანჯოს თავი საკუთარ ძალებზე აღმატებული მოღვაწეობით, რაც მასში შფოთს წარმოშობს. მან უნდა იღვაწოს რამდენადაც შეუძლია, განსჯით, ღმერთზე მეტად მინდობითა და ეშმაკის უფრო მეტად უგულვებელყოფით. მამაო, ვიტანჯები ხორციელი განსაცდელებისგან, რომლებიც სამწუხაროდ დროთა განმავლობაში არ ცხრებიან. თუ გაიხსენებ, სად იმყოფებოდი რამდენიმე წლის წინ და ახლა სად იმყოფები, დიდ სხვაობას დაინახავ. თუ რამდენიმე წლის შემდეგ შენს ახლანდელ მდგომარეობას შეადარებ იმას, რომელშიც მაშინ იქნები, კვლავ დიდ სხვაობას აღმოაჩენ. ამიტომ შენი წარმატება უმალვე საკუთარი თავისთვის რომ არ მიგეწერა ამპარტავნებით. სახიერ მამას, ღმერთს, საშუალებას მისცემდი დიდად დაგხმარებოდა და ზემო აღნიშნული ტანჯვისგანაც გაეთავისუფლებინე, რადგან მას არ სურს, რომ მისი შვილები იტანჯებოდნენ და მაშინვე შეეწევა მათ. ეს მან თავადაც გვითხრა სახარებაში, რამე თუ უღელი ჩემი ტკბილ არს და ტვირთი ჩემი სუბუქ არს, მაგრამ ჩვენც უნდა ვიყოთ მშვიდ და მდაბალ გულითა. მამაო, ვევედრები ღმერთს, რომ შემეწიოს ხორციელი ბრძოლის საკითხში, მაგრამ ვფიქრობ, რომ არ ესმის ჩემი, როგორ მოვიქცე. ითხოვ ღვთისგან, რომ შეგეწიოს და გაგათავისუფლოს ამ საძაგელი ბრძოლისგან, მაგრამ ღმერთი არ გისმენს. მაგრამ თუ ღმერთი შეისმენს შენს თხოვნას და ხორციელი ბრძოლა დაცხრება, შენი ამპარტავნება კი უფრო მეტად გაიფურჩქნება, ეს რა სარგებელს მოგიტანს.
ახლა კი მრავალი დაცე მისგან შესაძლოა მიხვდე შენს უბადროკობას და იძულებული გახდე უნებლიეთ დამდაბლდე. ესეც საქმეა, მაგრამ განაუკეთესი არ იქნება ადამიანი ნევსით დამდაბლდეს და მოუკლებლად იღებდეს საღვთო მადლს. ჩვენ კი, ჩემო დაო, არ ვიღწვით, რომ ამ პარტავნების, რომელიც დაცემებს იწვევს, შემოსვრით სიმდაბლე მოვიპოვოთ და გგონია ხორცია დამნაშავე. არადა ხშირ შემთხვევაში დამნაშავეა არასაბრალო ხორცი, არამედ საკუთარ თავზე მაღალი წარმოდგენა, რომელიც არც ისე ადვილი მოსახელთებელია, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ეხება ამ პარტავნების ნატიფ გულისიტყვას, ისევე როგორც განკითხვას, რომელიც სიყვარულის არ ქონის შედეგია. მათით გამდევნით საღვთო მადლს, მაშინ გვიახლოვდება მზაყვარი და ცეცხლს შეგვინთებს, თუნდაც ძვალი და ტყავი ვიყოთ დარჩენილი. მამაო, გამოდის, რომ ხორცი არ მდაბლდება მარხვითა და ღამისთევით. ხორცი მდაბლდება მარხვითა და ღამისთევით მაშინ, როცა სულში სიყვარული და სიმდაბლე მკვიდრობს. როცა ბრძოლა ამ პარტავნებისა და განკითხვისგან მომდინარეობს, მარხვა და ღამისთევა არაფერში გვარგია. საჭიროა სიმდაბლე და ლოცვა, ასე ბრძოლისგანაც გავთავისუფლდებით. ამიტომ, როდესაც ხორცი წიხლებს იქნევს, ადამიანი არ უნდა უპირისპირდებოდეს მას განუსჯელად. გაზრდის რა სულიერ ღვაწლს, მარხვას, მეტანიებს და ასე შემდეგ ხორცის დასამდაბლებლად, რადგან შესაძლოა ამის მიზეზი იყოს არა ხორცი, არამედ სული. ამ დროს საჭიროა ყურადღება და გამოკვლევა. თუ ადამიანი მცირედი მარხვით, ღამისთევითა და ლოცვით გაირჯება და ნახავს, რომ ბრძოლა მაინც გრძელდება, მაშინ უნდა მიხვდეს, რომ სხვა მხრიდან წვეთავს წყალი. ამ შემთხვევაში ხორცი არ მდაბლდება, რადგან სულს სიყვარული და სიმდაბლე აკლია. მაშინ ადამიანი მყისვე პირქვე უნდა დაემხოს ქრისტეს წინაშე, წინ და წინ სთხოვოს შენდობა და ევედროს, რომ გონება გაუხსნას, რათა ზუსტად ამოიცნოს თავისი დაცემა, ისევე როგორც ის ადამიანი, რომელსაც გული ატკინა ან უსამართლოდ მოექცა, რათა მასაც სთხოვოს პატიება. როგორც კი ქრისტესგან მდაბლად ითხოვს შენდობას, მაშინვე ცხრება ხორცის განხურვება. ამასთანავე პოულობს მის გამომწვევ მიზეზსაც, რომელიც ეხმარება, რომ უფრო მეტად დამდაბლდეს, ამდენად უხვად მოდის ღვთის მადლი. მამაო, როცა ერთ-ერთ დასთან თანამშრომლობისას გულისწყრომა ვერ დავძლიე, მრავალი ხორციელი გულისიტყვა მეკვეთა, რასაც ბრძოლა მოჰყვა. ბრძოლა შინაგანი განკითხვით იწყება. თუ განკითხვას მოიკვეთ და ყველა დის მიმართ კეთილი გულისიტყვები გექნება, ბრძოლაც შეწყდება. მამაო, ხორციელი გულისიტყვები მაქვს. ეს გულისიტყვები სრულიად უყურადღებოდ დატოვე და ნურასდროს გაესაუბრები მათ, რათა შენში შემოსვლის საშუალება არ მისცე. ამას დიდი ყურადღება მიაქციე და ასეთ გულისიტყვას ნურასდროს შეიწყნარებ, რათა ბოროტის მოკავშირედ არ იქცე. როგორც კი მოვა, მაშინვე გალობა დაიწყე და გაგეცლება. ხომ ხედავ, ველური ცხოველებიც, ლომი, მგელი, მუსიკით წყნარდებიან, ცხრებივით დგანან და უსმენენ. ასევე ხორციც გალობით წყნარდება. თუ იგალობებ ღირსარს, ან წაიკითხავ ღვთისმშობლის კანონს პარაკლიტონიდან, გულისიტყვები მოგცილდება. მამაო, როცა ეს გულისიტყვები გამეცლებიან, ჩემში ისეთი მწუხარება ისადგურებს, რომ არაფერი სულიერის შესრულება არ ძალმიც. ასე აკეთებს ეშმაკი, რათა უხმარ გყოს. ჯერ გულისიტყვებს გაწვდის, შემდეგ კი შენში მწუხარებასა და შფოთს წარმოშობს, რათა სულიერად დაგთრგუნოს
და ვერაფრის შესრულება ვეღარ შეძლო. გინდა შენ ასეთი გულის სიტყვები? არა, მამაო. როცა ადამიანი არ ესწრაფვის ასეთ გულის სიტყვებს, მაგრამ ისინი სძლევენ მას, ეს სხვა საქმეა. ეს არის ბრძოლა, რომელსაც სახიერი ღმერთი გვირგვინოს ანყობს. იფიქრე შემდეგნაირად, ეშმაკი მომიახლოვდა, რათა მე ღმერთს მივუახლოვდე და გონებაში საერთოდ აღარ გაივლო ეს საკითხი. მამაო, როცა დასაძინებლად ვწვევი, გონებაში მრავლად მომდის ხორციელი გულის სიტყვები, როგორ მოვიქცე? სასთუმალთან ქრისტეს ჯვარცმის პატარა ხატი იქონიე და როცა დასაძინებლად დაწვევი, ხატი მკერდზე დაიდე, ხელები მასზე გადაიჯვარედინე, გონება ამ ხატზე გადაიტანე და თქვი, ვიდრე ქრისტე ჯვარზე ავიდოდა, სად იყო? გეცამანიის ბაღში, შემდეგ იუდეველთა ხელში, შემდეგ და ასე დაწვრილებით იფიქრე ქრისტეს ვნებებზე, ვიდრე გოლგოთამდე. ამ დროს იესოს ლოცვაც იმეორე, როგორც შეძლებ. როცა შეიგრძნობ ქრისტეს ვნებას, რომელიც შენს გონებაში ასეთი კეთილი ფიქრებისა და ჯვარცმის ხატის მიერ აღიბეჭდება, მძაფრად იგრძნობ საღვთო ტრფიალებასა და საღვთო ალს, რომელიც ისე დაწვავს ეშმაკის მიერ შენკენ ნასრულ თითოეულ მყრალ გულის სიტყვას, როგორც ნაგავს ცეცხლში. ცხადია არ არის ადვილი, რომ დამწყები ერთი ხელის მოსმით აღმოჩნდეს სრულყოფილთა მდგომარეობაში. მხოლოდ იმ დამწყებთ, რომლებსაც დიდი სიმდაბლე გააჩნიათ, შეუძლიათ მსგავსი რამის აღსრულება. მამაო, ზოგჯერ როცა ხორციელი გულის სიტყვა მომდის, იმ წუთას ყურადღებას არ ვაქცევ, მაგრამ შემდეგ კვლავ ვიხსენებ და წარმოსახვით ვცოდავ. ხორციელ გულის სიტყვებთან სიფრთხილეა საჭირო. როცა ანთებულ ნაკვერჩხალს მცირეოდენ ნაცარს დააყრი, ცეცხლი იმალება, მაგრამ თუ ოდნავ გააღვივებ, კვლავ აინთება. ან ვთქვათ ფისტულა, რომელიც დროებით მოშუშდა, თუ გააღიზიანებ, ჭრილობა კვლავ იხსნება. ასე ხდება ხორციელ გულის სიტყვებთან დაკავშირებითაც. ოდნავაც რომ დააბრუნო გონებაში, შეიძლება შენს გულს დაეუფლონ და დიდად დაზიანდე. ცხადია გამუდმებით რომ ვამბობდეთ იესოს ლოცვას, ხორციელი გულის სიტყვები ვერ იპოვიდნენ სივრცეს ჩვენში შემოსასვლელად, მაგრამ რადგანაც გვავიწყდება ლოცვა, ამიტომაც არ გვეძლევა ტკბილეული ღვთისგან, რათა გული რაიმე სულიერით განცხრეს. ამდენად მოდის ეშმაკი და პოულობს რა ჩვენში სიცარიელეს, თავის კამფეტებს გვაძლევს დასატკბობად, რათა სიცარიელე ხორციელი სიამოვნებით შეგვივსოს. მამაო, ზოგჯერ ჩაძინებამდე მცირე ხნით ადრე, გონებაში წამიერად მომდის უხამსი წარმოდგენები. ამას რით ახსნით? ეშმაკი ჩასაფრებულია და ელოდება იმ ხელსაყრელ ჟამს, როცა ძილღვიძილის მდგომარეობაში იმყოფები და მოშვებული ხარ. ამ დროს ისე წარმოგიდგენს თავის გამოსახულებებს, თითქოს შენი იყოს, რათა უიმედობაში ჩაგაგდოს. მაგრამ ეს მომდინარეობს არა შენგან, არამედ ეშმაკისგან. თუ განაგრძობს ასეთი გამოსახულებების წარმოსახვას, შენ წმინდა ხატები წარმოიდგინე გონებაში. მამაო, უხამს სიზმრებსაც ვხედავ და როცა ვიღვიძებ, წარმოსახვებს თავს ვერ ვაღწევ. ეშმაკს სურს ამ გზით წაგბილწოს, როცა გაიღვიძებ, ნოიფიქრებ ნანახ სიზმარზე, ნურც გამოიკვლევ, თუ რამდენად ცუდი იყო იგი, ან რამდენად ხარ შენ დამნაშავე. ასევე სასთუმალთან მაცხოვრის ან ღვთისმშობლის ხატი, ან ჯვარი დაიდე, მაშინ ეშმაკი აღარ შეგაწუხებს. თუ მაინც მოვა შენს გამოსაცდელად, ქრისტე და ღვთისმშობელი შეგეწევიან. მამაო, ძილში ხორციელი დაცემა მემართება. ხანდახან ხდება, ზოგჯერ შეიძლება ვინმეს ასე ეგონოს,
რომ მართლა მოხდა, მაგრამ არაფერი იყოს მომხდარი. კარგი იქნება ფხიზლად იყო, მაგრამ იცოდე რომ თუ ძილში შეგემთხვევა, ბრალი არ მიგიწვის. ბრალეული მაშინ იქნები, თუ დაცემა ნებაყოფლობითია. როცა დასაძინებლად დაწვევი, ბალიშს პირჯვარი გადასახე, ხელში სკვნილი და ღვთისმშობლის პატარა ხატი დაიჭირე და იესოს ლოცვა იმეორე. თუ მაინც იგრძნობ შეწუხებას, ვიდრე მღვიძარი ხარ, წამოდექი და ილოცე, მეტანიები შეასრულე, ღამისთევაც აღასრულე, თუ საჭირო აღმოჩნდება. მამაო, დიდ მარხვაში ხორციელი განსაცდელი მქონდა. დიდ მარხვაში ეშმაკი უფრო მეტად განცდის მონაზვნებს. ერთხელ ეშმაკს კითხეს, ახლა სად მიდიხარ? წმინდა მთაზე მივდივარ, რადგან დიდ მარხვა იწყებაო, უპასუხა მან. ამ პერიოდში, რადგანაც გაზაფხულია, ზეგავლენის ქვეშ ექცევა სისხლის მიმოქცევას. ამასთან ეშმაკიც უფრო გამხეცებულია, რადგან იწვის მონაზონთა გაძლიერებული ლოცვითა და მარხვით. მამაო, ის ფაქტი, რომ უხამს სიზმრებს ვხედავ და ბრძოლა მაქვს, ნაყროვანებით აიხსნება თუ სხვა რამითაც, რასაც ყურადღება უნდა მივაქციო. უმთავრესად ნაყროვანებაა ამის მიზეზი. ტრაპეზისთვის დადგენილი საათების გარდა, შუალედშიც ხომ არ იხმევ რამეს? დიახ, მამაო. შენ, ჩემო შვილო, ღონიერი ხარ და ეცადე რამდენადაც შეძლებ თავშეკავება გამოიმუშაო. კარგი იქნება მხოლოდ ტრაპეზის დროს მიიღო საზრდელი, შუალედში კი არაფერი იხმიო. ბევრი საკვები განსაკუთრებით ახალგაზრდის შემთხვევაში, რომელსაც ეშმაკი განცდის სიზმრებით და ასე შემდეგ, მოშვებულობას იწვევს. გონება ბნელდება უხვი და მრავალფეროვანი საკვების ანაორთქლისგან. შემდეგ კი ადამიანს მუდამ ძილი სურს, რის შედეგადაც გამუდმებით მცონარების მდგომარეობაში იმყოფება. ამიტომ შუადღის ტრაპეზზე ჩვეულებრივ მიიღეს საკვები, საღამოს კი ძალიან მცირე იხმიე. უხვი საკვები საღამოს ყველასთვის მავნებელია. ეს იგივეა ძილის დროს მასაჟი რომ ჩაგიტარონ და როცა გაიღვიძებ, სხეულში ერთგვარ მოქანცულობას გრძნობდე, გონება კი ამღვრეული გქონდეს. გარდა ამისა, როდესაც მკვეთრ ხორციელ ბრძოლას გრძნობ, გულის მიერ შემოსრულებასთან შეჯერებული მეტი მარხვაა საჭირო. ასეთ დროს საკვების რაოდენობა ოდნავ შეამცირე, ისევე როგორც ძილის საათები, მაგრამ რასაც აკეთებ, ყოველთვის იღუმენიას კურთხევით შეასრულე. თავშეკავება საკვებსა და ძილში ლაგამია ყველა მნებისა და ვისაც ჯანმრთელობაც უწყობს ხელს, საჭიროა უფრო ძლიერი აღვირი გამოიყენოს. ღამისთევა ყველა სხვა ღვაწლზე მეტად ათვინიერებს დაუმორჩილებელ ხორცს, მაგრამ ეს უნდა აღსრულდეს განსჯით, შესაძლებლობის ფარგლებში, რადგან ღამისთევის ან ძლიერი ფიზიკური გადაღლილობის შემდეგაც შესაძლოა განსაცდელი მოიწიოს ჩვენზე და მოულოდნელად თავს დაგვესხას ხორციელი გულის სიტყვებით. ასევე როცა ახალგაზრდას ბუნებრივი ხორციელი ქარიშხალი ებრძვის, რომლის დროსაც გონება ბნელდება და სხეული პარალიზებულია, ერთი ფინჯანი ყავა საჭიროების შემთხვევაში 2-ც დიდად შეეწევა, რადგან მისგან მიღებული ტონუსით მაშინვე განიდევნება ყოველგვარი ხორციელი თრობა, ისევე როგორც ძილქუში, პარალიზება და შიმშილი. წინააღმდეგ შემთხვევაში სჭირდება რა ადამიანს ლოცვა და მეტანიები სისუსტეს გრძნობს და განწყობაც არ აქვს. ესაჭიროება მარხვა და ღამისთევა, ის კი გამოფიტულია და თვლემს. ესაჭიროება განწმენდილი გონება და სულიერი საკითხავი, თუმცა იგი განიცდის ხორციელ თრობას, რომელიც ზემო აღნიშნული ღვაწლის აღსრულების საშუალებას არ აძლევს. ეშმაკი ხარობს ასეთ ბურუსსა და ქარიშხალში და ცდილობს ადამიანი
ხორციელი გულის თქმებით მოაშთოს. ორმაგი ყავით ადამიანს ძალუც მდგომარეობა გამოასწოროს და ეშმაკს იესოს ლოცვით შეებრძოლოს. ამდენად, როცა ხორციელი ბრძოლის მიზეზი თავად ხორცია, მტრის ბლოკირება ჯერ მარხვით უნდა მოხდეს, შემდეგ კი ღამისთევითა და ლოცვით. რაც შეეხება ლოცვას, რადგანაც შეუძლებელია ბრძოლის წუთებში ჯერ უნდა აღსრულდეს, რამე თუ მას შემდეგ რაც გამდევნეთ საღვთომადლი, მტერი გაბატონებულია ჩვენზე, ამიტომ ორი გზა არსებობს. პირველი, ადამიანი ძირს დაემხოს, წარმოიდგინოს, რომ მის წინაშე არის თავად ქრისტე და თქვას: ღმერთო ჩემო, ვბარდები შენს ხელთ, სხვა არაფრის გაკეთება არ ძალმიც. მართლაც იმ წუთებში ადამიანს ლოცვაც კი არ ძალუძს. და მეორე, ღრმად შეისუნთქოს სიტყვები: უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე და შეიკავოს რამდენ ხანსაც შეძლებს. თუ გაუჭირდება, შეისუნთქოს მხოლოდ სამი სიტყვა: უფალო იესო ქრისტე. ამოსუნთქვისას კი თქვას: შემიწყალე მე. ასე იშოლტება ეშმაკი იესოს ლოცვით, ხოლო უჰაერობისგან, რომელსაც გრძნობს, მყისვე უკვე იქცევა. მონაზონმა უნდა გააცნობიეროს, რომ მარტოოდენ ხორციელი უბიწოება არაფერს არგებს. თუ სულიერი უბიწოებაც არ ექნება, ანუ თუ კი არ გააჩნია სიწრფელე, პატიოსნება, უანგარობა, სიმდაბლე, სიკეთე, ძვირუხსენებლობა, თავგანწირვა, იგი უხმარ საგნად იქცევა. იმშვიდებს საკუთარ თავს იმით, რომ ხორციელად უბიწოვა, შინაგანად კი სავსეა სულიერი ნაგვით. ანუ იგი კმაყოფილდება გარეგნულით და გონია, რომ ყველაფერი რიგზეა, არადა სინამდვილეში დაშორებულია ღმერთს. ასე მოიქცნენ უგუნური ქალწულებიც, კმაყოფილდებოდნენ მხოლოდ ხორციელი უბიწოებით, მაშინ როცა მათი გული არ იყო მზად ქრისტეს მისაღებად. შეიძლება რომელიმე მონაზონი ამბობდეს: მე ქალწული ქრისტეს სძალი ვარ, თუმცა არავითარი ნათესაობა, არავითარი კავშირი არ გააჩნდეს ქრისტესთან. ამიტომაც თქვა ქრისტემ: მე ზვერენი და მეძავნი, წინა გიძღოდიან თქვენ სასუფეველსა ღმრთისასა. განკითხვის დღეს კი ქრისტე დაშვება თქმით: არა გიცნით თქვენ, არა გიცნით თქვენ. ქალწულება დიდი რამ არის, მაგრამ ვერ დაგვამკვიდრებს სასუფეველში. მოღვაწეობაც დიდი რამაა, მაგრამ ვერც იგი დაგვამკვიდრებს სასუფეველში. სასუფეველში დაგვამკვიდრებს სული სიწმინდე, რომლითაც ვენათესავებით ღმერთს. მღვდელმონაზონი ტიხონიც ამბობდა მათთვის, ვინც ქალწულებას იცავს, რომ მხოლოდ ქალწულებით ვერ ცხონდება, თუ ამასთან სიმდაბლეც არ გააჩნია. ჯოჯუხეთის სავსეა ამპარტავანი ქალწულებით, ამბობდა იგი. როცა ვინმე იქადის, რომ ქალწულია, ქრისტე მას ეტყვის, რადგანაც სიმდაბლე არ გქონდა, წადი სატანჯველში. მაშინ როცა მას, ვინც ცოდვილი ცხოვრებით ცხოვრობდა, მაგრამ მოინანია, დაბლად და გულშემოსრილებით ცხოვრობს და აღიარებს, რომ ცოდვილია, ქრისტე ეტყვის: მოდი ჩემო შვილო, აქ სანუკვარ სამოთხეში. საჭიროა გაიაზროთ მონაზნის უღრმესი მნიშვნელობა, რაც გულისხმობს სულიერ დარბაისლობას, მამებისეულ მგრძნობელობას, სულიერ უბიწოებას. ამათზე განისვენებს ღვთის მადლი, ამაშია მთელი სულიერი ძალა. მონაზონს განსაკუთრებით მოეთხოვება, რომ ხორციელ უბიწოებასთან ერთად ჰქონდეს სულიერიც. მაშინ იგი სრულყოფილია. სხვაგვარად თუ სულიერი უბიწოება არ გააჩნია, იცით რაოდენ ცთუნებული შეიძლება აღმოჩნდეს. თუ კი თავს იმშვიდებს გულის სიტყვით, ვცხოვრობ უბიწოდ, ვესწრები მსახურებებს, ვლოცულობ სკვნილზე, ვეზიარები რეგულარულად, წესრიგში ვარ. მაშინ იგი მიდის მშრალ, უნაყოფო შედეგამდე,
საბოლოოდ კი ცდომილებაში იმყოფება და მოუნანიებელი რჩება. შეიძლება რომელიმე მონაზონმა სხვაზე აუგითქვას, შეიძლება თავისი საქციელით სხვას უსამართლოდ მოეპყრას, ან კიდევ თავი აარიდოს რთულ სამუშაოს, თითქოს და იმ მიზეზით, რომ სულიერი მოვალეობები უნდა შეასრულოს და ყოველივე ეს უმნიშვნელოდ მიაჩნდეს, ანუ დანაშაულს ჩადიოდეს და ეგონოს, რომ ყველაფერი რიგზეა და ასე მოუნანიებელი რჩებოდეს, მაშინ როცა ერისკაცი, რომელსაც არ აქვს ხორციელი უბიწოება, ხედავს რა მონაზონთა ანგელოზებრივ ცხოვრებას, საკუთარ თავს აყვედრიდეს და ამბობდეს: სავალალო მდგომარეობაში ვარ, ძალიან ცოდვილი ვარ, საწყალობელი ვარ. შესაბამისად მდაბლდება, ნანობს განვლილ ცოდვილ ცხოვრებას და იღებს უფლის მადლს. კარგია ხორციელი უბიწოება, მაგრამ უმთავრესი ისაა, რომ მონაზონმა გული განიწმინდოს, განდევნის რა საკუთარი თავიდან თავისავე მეს, რადგან სხვაგვარად მის გულში ქრისტე არ შევა.